გამარჯობა სიღნაღიდან მოგესალმებით. ვიწყებთ ბეთლაიუ მასტერ ლიგა ფესტივალებს და პირველი მასპინძელი იქნება ეს ულამაზესი ადგილი სიღნაღი და ჩვენი სამუშაო ჯგუფი ადგილზე ვართ, რათა ძალიან მაგარი და კარგი დღეები ვაჩუქოთ სიღნაღს. მინდა რომ ყველას წარმატება უსურვო და გაგაცნოთ ერთი ძალიან მაგარი ჩვენი ძმა და მეგობარი ბრაი. ბრაიანი დოუ დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს და რა სიტყვის სიღნაღზე ბრაი? მე დამთვარი ქართველი ვარ. ქაკასის წის შვილი. რა ლამაზია. აი ესეთი გაოცებულია ბრაიან. ჩვენ ყველას პირდებით ძალიან კარგ და მაგარ თამაშებს, რაც აუცილებლად დაამახსოვრდება ყველა მონაწილეს. აბა წავედით და შევხვდებით მოედანზე. კარგად. Let's go. გამარჯობათ. ჩვენ ვიწყებთ ძალიან საინტერესო და ახალ პროექტს, რომელსაც ქვია ბეთლაიუ მასტერ ლიგა ფესტივალი. თითქმის ყველა რეგიონში იქნება მსგავსი სამდღიანი ფესტივალები. ძალიან ბევრი სიახლე, ძალიან მაგარი გარემო დაგხვდებათ აქ მოსვლის შემთხვევაში. თქვენ ხედავთ ჩემს უკან გუნდებს, რომელიც ემზადებიან პირველი თამაშისთვის და სიღნაღი, რომელიც მასპინძლობს 8 გუნდიან ჩემპიონატს. აქედან გამარჯვებული გადავა ფინალურ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონატის. მინდა ყველა მონაწილეს წარმატება უსურვო და ძალიან ბევრ კარგ ადამიანს გავიცნობთ, გავესაუბრებით თუ რას ფიქრობენ ზოგადად ბეთლაიუ მასტერ ლიგაზე. ამიტომ მინდა რომ ყველას უსურვო წარმატება, მეტი კარგი თამაში, მეტი დასამახსოვრებელი ეპიზოდი, რათა ჩვენ ცხოვრობთ ფეხბურთით. ეხლა მინდა გაგაცნოთ ძალიან მაგარი ადამიანი, ჩვენი მურო ბაკურაძე, რომელიც თბილისში თამაშობდა ბეთლაიუ მასტერ ლიგას. ეხლა კი ბეთლაიუ მასტერ ლიგა ფესტივალშია ჩართული, ალგეთის გუნდის კაპიტანი და გუნდის ლიდერია და მურო, რა არის შენთვის ზოგადად ბეთლაიუ მასტერ ლიგა და ზოგადად რას ფიქრობ ამ ფეხბურთთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი ორგანიზაცია ატარებს? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები ბეთლაიუ მასტერ ლიგას, რომელიც რამოდენიმე წელია უკვე მასშტაბურად არის საქართველოში მოდებული. თავიანთ თბილისით დაიწყო და იმდენ ისეთ პოპულარიზაცია მოიპოვა და იმდენი ხალხი აიყოლია, რომ მთლიან საქართველოს მასშტაბით რეგიონებში გავრცელდა და 4 წელი ვთამაშობდი თბილისის მასტერ ლიგაზე და მე უბანში მეგობრები რო თამაშობდით, სულ ტურნირზე გავიდე და რო შემხვდა თქვენი პოსტი ძალიან გამიხარდა თბილისიდან სიღნაღი. შევიკრიბე და მოყვარულთა ფეხბურთელები არიან და ჩამოვედით აქ პარასკევი შაბათი კვირა არის და ჩვენიერი საღამო არის, ვისაც ფეხბურთი უყვარს გასართობა. თავარი მიზანი რაც არის, უშუალოდ ფეხბურთის სიყვარული და გართობა, ეს არის მეგობრებთან ერთად და ჯანსაღი ცხოვრების წესის აი ეს პოპულარიზაცია და ჩართულობა. მადლობა შენ ამისთვის, წარმატებებს გესურვებ. ეხლა მინდა გაგაცნოთ ჩვენი სტაფის გოგოები, ინჯი, ანო, ჩართულები არიან მაქსიმალური შემართებით. აბა, ანო, გითხარი რა ხდება და რა სიტუაცია გვაქვს? რა მდგომარეობა დახვდება აქ მოსულ გულშემატკივარს და მონაწილეს? მოგიყვებით ჩვენ სივრცეზე, ეს არის ესე რომ ვთქვათ ჩვენი გასართობის სივრცე, სადაც ბეთლაიუ დღის განმავლობაში რამდენიმე საჩუქარს არიგებს, აქეთ გვაქვს კვების ობიექტი, სადაც ჰოტდოგები, ფრენჩ ფრაისი და ასე შემდეგ ბევრი რაღაც დაგხვდებათ, რაც ძალიან
გემრიელია, სხვათა შორის დღეს დავაგემოვნე და მე პირადად ძალიან მომეწონა და იქით ნატახტრის სივრცე გვაქვს, სადაც ლუდით შეგიძლიათ ისიამოვნოთ და ლიმონათებით. Red-Bull გვამხნევებს მაქსიმალურად, თან მუსიკითაც არა მარტო გვამხნევებს, გვაფთიანებს. კი, გვაფთიანებს, კი, ნამდვილად. ინჯი, რამდენი გუნდი იღებს მონაწილეობას და რა მდგომარეობა ამ ეტაპზე? დღეს დავიწყეთ, გახსნით თამაში დღეს ჩატარდა, კიდევ 2 დღე გაგრძელდება, კვირას იქნება ფინალი, გამოვავლენთ გამარჯვებულს, სულ 8 გუნდი იღებს მონაწილეობას. ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაშებია, ბევრი გულშემატკივარია მოსული და ვინც ჯერ არ მოსულ ხართ, გირჩევთ, რომ ჩამოხვიდეთ და ძალიან კარგი გართობები გელოდებათ წინ. დავამატებდი უბრალოდ რომ შემდეგ ლოკაციაზე ეს ვიდეო ამ ვიდეოს ვინც ნახავთ, აუცილებლად შემდეგ ლოკაციებზე გვესტუმრეთ და მე მიხარია რომ აი ესეთი მაგარი გოგოები არიან თქვენ. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. 7-ზე ფეხბურთის ასოციაციის გუნდის წევრები და ერთად ძალიან ბევრ კარგ პროექტს გავაკეთებთ. მადლობა. ანუ მადლობა ინჯი. ჩემთან ერთად არის ადამიანი, რომელიც დამწვარია მზისაგან და არის კავკასიის მთების შვილი. ჩვენი ბრაიან იდოუ, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს და თავისი მეორე სამშობლოა და მიხარია რომ ბრაიანი არის ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილი და წევრი. პირველივე დღიდან, როგორც მოთამაშე, არის გამარჯვებული თბილისის ლიგის, ასევე საქართველოს მასტერ ლიგის ჩემპიონი და ეხლა უკვე ჩვენი ბეთლაი მასტერ ლიგა ფესტივალების თავარი მსაჯი. რა არის შენთვის 7-ზე ფეხბურთის ასოციაცია და ბეთლაი მასტერ ლიგა? პროექტს დიდი მადლობა რომ ესეთი საშუალება რომ მომწე რომ ამ ოჯახში რო ვიყო და შემთვის შვიდის ასოციაციას ბეთლაი მასტერ ლიგა არის ყველაფერი. იმიტომ რომ პირველი დღიდან უკვე ვიყავი ამ ოჯახში და თამაშობდი, მოგებული მქონდა ყველანაირი დასი რომელიც არის ამ ხო და ეკლა ვალ საჯი როგორც თქვა რა და მიკარია ძალიან ჩემთვის არის მაგალითი იყო შემცანი მაგარი იყო რა დიდი მადლობა რომ მომწე ეს საშუალება რომ ვიყო ამ ოჯახში. ბრაიან, ვეტყვი ჩვენს მაყურებელს და მონაწილეებს რატომ ბრაიან იდოუმს მსაჯი? იმიტომ რომ ყველაზე მეტად იცის ჩვენი წესები, ჩვენი შიდა სამზარეულო და მისთვის ყველაზე მარტივია იმ გაზიარება ინფორმაციის და მოედანზე იმ წესების გადატანა და მიხარია რომ ჩვენს გვერდში ხარ და არაფერზე უარს არ ამბობს ბრაიანი იმისთვის რომ ჩვენი ლიგა განვითარდეს და წარმატებული იყოს. მადლობა შენ ამისთვის და ერთი შენებური რამე ისეთი რომ სახალისო მე ნამდვილად ჩემი მეორე კვეკანა მე ვარ სამტრედიელი ბაჩო ვაგელეიშვილი სამტრედიიდან. გაუმაჯო საქართველო. აბა თქვენით. საიდან სანამდე საქართველო? ნიგერიდან დარუბადამდე. ბრაიანი დო ოქროს კაცი. არიამ გილოცავ რა გზნობაა რომ იყო შენ ჩართული აი ესეთ პროექტში? სიმართლე გითხრათ რომ მოდიოდი საერთოდ არ ველოდი რომ მსგავსი რამ იქნებოდა. არც ვიყავი ხამაში დარწმუნებული, მაგრამ უფრო რთულებსაც ველოდი. ანუ უფრო მეტი რთულები უნდა შემოვთავაზოთ ამის შემდეგ. რასაც უქარი მიიღე რო გითხრა? მაისური და გიორგის მამარდას პოსტერი. ულოცავთ მარიამს და ბევრი მანდილოსანი გვინდა რომ ჩართული იყოს და რას ეტყოდი მანდილოსნებს რომ უფრო მეტი დაესწრონ თამაშებზე? ესე იგი, ყოველთვის მინდოდა რომ ფეხბურთი მეთამაშა და ამ ყველაფერში ყოფილიყავი ჩართული და საშუალება არ იყო გოგოების გუნდი არ ყოფილა არასდროს და ყოველთვის ისეთი რაღაც ხდება ხოლმე რომ თამაში რომ მინდა არასდროს არ არის კაცრად თამაშობენ რაღაც აგრესიული თამაშია და არ ითამაშო რაღაც ის და ეს ყველაფერი მოიშორეთ ხალხო ჩვენც გვინდა რომ ვიაქტიუროთ ამ სპორტში. აი იმდენმა ბიჭმა გიბალენშიკა რომ უკვე გამარჯვებული ხარ. აბა მიულოცოთ. მადლობა მარიამ. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ.
ჩემთან ერთად იმყოფება ნიკოლოზ ნადარაია, ბეთლაივის პარტნიორთან ურთიერთობის მენეჯერი. ნიკოლოზ, მადლობა ამ ძალიან მაგარი პროექტისთვის, აი ესეთი მხარდაჭერისთვის, მართლა შესანიშნავი გარემო იყო სიღნაღში. 3 დღე მასპინძლობდა სიღნაღი ამ ფესტივალს. ეხლა გველოდება ფინალური მატჩი და შენი თვალით დანახული ზოგადად რა გარემო იყო, რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს და ჩვენი ოჯახის წევრებს. კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ გვერდში დგომისთვის. თქვენ გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ ყველაფრის დაორგანიზება. ფიქრობ, რომ ფესტივალმა მოლოდინს გადააჭარბა, ფაქტობრივად მთელი სიღნაღი ჩართული იყო. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ორგანიზატორს, ყველა პარტნიორს, რა თქმა უნდა, მონაწილე გუნდებს და რაც თავარია მოსულ მაყურებელს, იმიტომ რომ მათ გარეშე საფესტივალო გაჩაღება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ძალიან დაამშვენა. კი, მგონია რომ ისიავნეს როგორც ფეხბურთელებმა, ისე დამსწრე მაყურებლებმა, გარდა ფეხბურთისა, მათ საშუალება ჰქონდათ რომ დაეგამრებინათ ძალიან გემრიელი ჰოთ-დოგები, ლუდი, რედბული, რედბულმა ჩვენი გამორჩეული პარტნიორი და ასევე აღსანიშნავი რომ ჰქონდა FIFA-ს ტურნირი, ეხლაც მიმდინარეობს. ანუ ფინალი წინ არის. და გამარჯვებული დაჯილდოვდება PlayStation 5-ით. ნიკოლოზ, რას ეთყვი შემდეგ ფესტივალების მსურველებს, რას პირდებით და რა იქნება სიახლეები, რომ გითხრა და უთხრათ? თქვენს მაყურებელს ვეთყვი, რომ ამის გარდა კიდე გვექნება 7 სხვა ლოკაციაზე, ზუსტად იგივე ფორმატით, 3 დღიანი ფესტივალის ფორმატით. პირდებით ზუსტად იგივე სანახაობას, დაძაბულობას, გართობას. შენოი გვაქვს თელავში და ვიმედოვნებთ რომ იქაც ძალიან ბევრი ადამიანი მოვა და დაესწრება. ძალიან მაგარი. ჩემთვისაც სიახლე იყო. მე არ ვიცოდი თუ ესეთი კარგი გარემო იქნებოდა ზოგადად მიუხედავად ჩემპიონატის ჩართულობისა, თუ გარეთ რა ხდება გარესივრცეში, როგორი განწყობაა, დამეგობრდნენ ადამიანები ჩამოსული სოფლებიდან თუ რაიონებიდან და ძალიან მაგარი ერთობა შეიკრა. მინდა ამ საშუალებისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო კომპანია BetLive-ს, იმიტომ რომ ყველა გუნდს აბსოლუტურად ჩართულ ნებისმიერ გუნდს ჩუქნით მაისურებს სათამაშო ეკიპირებას და ეს იმის გარანტია, რომ უფრო მეტი ითამაშონ და მოემზადონ და იყვნენ ფორმაში, რომ შემდეგ უკეთესი შედეგი აჩვენეს. კი ბატონო. მადლობა ნიკა, შენს გუნდს და თქვენ მთლიან მონაწილე ჩართულ ადამიანებს ყველას. ჩემთან ერთად არის სიღნაღის BetLive Master Liga ფესტივალის მესამე ადგილოსანი წნორის გუნდის გოლკიპერი. ელუკ, მინდა რომ შენი ემოციები მატჩის შემდეგ და ზოგადად ტურნირის შესახებ გითხრა, იმიტომ რომ ძალიან ისე დამაჯერებლად იყავი კარში და ბევრი ისეთი მომენტი იყო, რომელიც შენ გუნდს დაეხმარა და რაღაც ჩავარდნაც იყო მატჩის დროს, მაგრამ გამოასწორე და მაქსიმალურად დაეხმარე შენს გუნდს. აბა რას ფიქრობ და შენი გუნდის შესახებ და კი ბატონო, მადლობა შექებისთვის. კარგი გრძნობა არის, რა თქმა უნდა, გამარჯობა ყოველთვის. მესამე ადგილი დავიკავეთ წნორმა, ჩვენმა გუნდმა. რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმუმი გვინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა, პენალტებში დავუმარცხდით მეორე ადგილისთვის. ახლა ფინალში კი და კარგია ჩემს მესამე ადგილიც. ძალიან კარგი ტურნირია, ესეთი ბევრი უნდა იყოს ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ეხმარება ახალგაზრდებს და ზოგადად ფეხბურთის მოყვარულ ხალხს. და ბედნიერი ვარ მესამე ადგილსაც ვჯერდებით ჩვეულებრივ. მადლობა, საკმაოდ ისეთი კარგი შთაბეჭდილება დატოვა წნორის გუნდმა. მადლობა ჩართულობისთვის, ჩვენ ძალიან ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს და მოემზადეთ და იყავით ჯანზე, რომ შემდეგ უკეთესი შედეგი აჩვენოთ.
ჩემთან ერთად არის ჩემპიონი სიღნაღის ფესტივალის გამარჯვებული გია ყორღანაშვილი, რომელიც წარმოადგენს გუნდ ლაგოდეხს. ამ 3 დღის განმავლობაში ძალიან მაგარი თამაშები ჩაატარეს ბიჭებმა. გიო, მადლობა. ჩვენ ლიგაში არაერთხელ უთამაშია ლაგოდეხის გუნდს. გიო, შენს ბევრჯერ ძალიან მაგარი თამაში ჩაგიტარებია. დღეს იყო ძალიან მაგარი თამაშები, ფინალური თამაში იყო სასწაულად განსხვავებული ყველა თამაშისგან და შენი ემოციები ეხლა ვიცი რომ გამარჯვებული ხარ და რა თქმა უნდა დადებითი ენერგიით იქნები, მაგრამ რა სიტყოდი ჩვენს მაყურებელს, რა სიტყოდი და რა სიტყოდი ზოგადად ტურნირთან დაკავშირებით? ძალიან კარგად იყო ყველაფერი დაორგანიზებული პირველ რიგში, ამას ვიტყოდი. ან თამაშის ხარისხიც მომეწონა ყველაფერი, ანუ და ძალიან დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში Master Ligas, BetLive-ს და ლაგოდეხს რაც შეეხება და ლაგოდეხის გუნდს ჩვენ უფრო გავძლიერდებით, მაგრამ ჩვენ ვიცოდით რომ მოვიგებდით და ანუ მოსაგებად ვიყავით მასშტაბები და გჯეროდა კიდეც რომ მოვიგებდით ნამდვილად. ფაქტია რომ გოლი არ გაუშვიათ, ფინალში გაუშვეს 1 გოლი და მინდა უთხრა ვინც უყურებს რომ გამარჯვებული გუნდი გადაერთვება საქართველოს ჩემპიონატზე და ბევრი ვარჯიში და მომზადება დაგჭირდებათ რომ უფრო მაღალ დონეზე და მაღალ მწვერვალების დაპყრობისკენ აიღოთ გეზი. რას ფიქრობ, რა შესაძლებლობა აქვს შენს გუნდს და შენს ფეხბურთელებს? იმაგას რაც შეეხება, ანუ ჩვენ უფრო გავძლიერდებით, უფრო მოუმატებთ ჩვენ თამაშს ხარისხსაც და უფრო ძლიერები ვიქნებით ან ტურნირზე რა, უფრო წარმოვაჩენთ თავს ვიდრე დღეს ვიყავით, მაგრამ დღესაც ესე მგონია რომ ყველა ძლიერები ვიყავით და გავიმარჯვეთ კიდეც. საკმაოდ ისეთი ფეხბურთი ითამაშეს რომ დახატეს რა, არ შემიძლია რომ სხვა კომენტარი გავაკეთო. მადლობა გიო ჩართულობისთვის. აი ზუსტად მაგალითია ლაგოდეხი ამ ხელა გზაზე მოდიოდა ყოველდღე და ჩვენ გვერდში იყო და თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებდა და წარმატებებს გისურვებთ. მინდა რომ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოთ შემდეგ ეტაპზე და ვიცხოვროთ ფეხბურთით. ითამაშეთ BetLive Master Liga. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მოვიდა უგულშემატკივრა და მსგავს ღონილ ტურნირებს ყოველთვის მივესალმები. რა თქმა უნდა, ამ სპორტულ ღონისძიებებს რა. მადლობა შენ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან, კი. კარგი, აბა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები. წავედით და დაგველოდეთ შემდეგ ფესტივალზეც ნახავთ ვინ იქნება გამარჯვებული და რა დონის გუნდები იქნება წარმოდგენილები. ეხლა კი დაგემშვიდობებით, ძალიან მაგარი საღამოები იყო სიღნაღში და ვფიქრობ რომ ესეთი გარემო ყველასთვის, ყველა რაიონისთვის იქნება სამაგალითო მსგავსი ჩატარებული ღონისძიებები ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია. აბა წავედით, კარგად ბრძანდებოდეთ.